ისრაელი აყინავს კონტაქტს გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის ოფისთან. მას შემდეგ, რაც გაერომ ისრაელის სუბიექტები შეიყვანა შავსიაში, რომელიც დაკავშირებულია კონფლიქტებში სექსუალურ ძალადობასთან, ჰამასისა და სხვა ტერორისტული ჯგუფების გვერდით. ისრაელის ელჩმა გაეროში დანი დანონმა განაცხადა, რომ ჩვენ დავასრულეთ ამ გენერალურ მდივანთან ურთიერთობა და ისრაელის სიაში შეყვანა მორალურ სივრცხვილად მოიხსენია. ჩვენთან ერთად დეტალებზე სასაუბროდ არის ჰილელ ნოიერი, ორგანიზაცია United Nations Watch-ის აღმასრულებელი დირექტორი. ჰილელ, რას ნიშნავს ისრაელისთვის ამ სიაში მოხვედრა? დანი დენუნციო ამას სისხლისცილის წამებას უწოდებს, რადგან ისრაელი ჰამასისა და სხვა ტერორისტული ჯგუფების გვერდით მოათავსეს. მაგრამ რა არის ამ სიაში ყოფნის რეალური ზიანი? ზიანი ძალიან მძიმეა. გაერო კიდევ ერთხელ დაეშვა მორალურ კრახში, როდესაც ისრაელი შავსიაში ჰამასის გვერდით მოათავსა. ესენი არიან სწორედ ის ტერორისტები, რომლებმაც სისტემატურად გააუპატიურეს და სექსუალურად აწამეს ისრაელი ქალები და სხვები 7 ოქტომბერს და შემდეგაც ძევრების მიმართ ღაზაში. მოусმინეთ, ეს უბრალოდ შეცდომა არ არის. ეს არის მსხვერპლისა და დამნაშავის უხამსი გადაბრუნება. ეს არის შეგნებული გადაბრუნება იმისა, რაც ჰამასმა ისრაელებს გაუკეთა. ეს არის კიდევ ერთი თანამედროვე სისხლისცილის სამება. იგივე ტიპის, როგორიც იყო გაეროს სწრაფად შეთითხნილი ტყუილი. თითქოს ისრაელმა დაბომბა ალ-ახლის საავადმყოფო 2023 წლის ოქტომბერში. ტყუილი შიმშილობაზე ღაზაში. ტყუილი თითქოს 14,000 ბავშვი 48 საათში დაიღუპება. ეს იგივე ტიპის სისხლისცილის სამებაა. და ნახეთ, ისრაელმა მათ მიაწოდა ვრცელი დოკუმენტაცია, რომელიც უარყოფს ამ უკანასკნელ სისხლისცილის სამებას. თუმცა გუტერეშმა, გენერალურმა მდივანმა აირჩია ტერორიზმის დაჯილდოება. ამ გადაწყვეტილებამ გაეროს ნებისმიერი დარჩენილი სანდოობა წაართვა, თუ საერთოდ ჰქონდა და აჩვენა, რამდენად არის გაერო დაპყრობილი იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ისრაელის სიძულვილს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე ომის იარაღად გაუპატიურების გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლას. მოკლედ, მსოფლიომ ამ შავსიას იმგვარი უპატივცემულობით უნდა მოეპყროს, როგორცაც იმსახურებს. დემოკრატიულმა ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ ამ ინსტიტუციონალიზებული ანტისემიტიზმის დაფინანსება. ისტორია ამას დააფიქსირებს, როგორც კიდევ ერთ სამარცხვინო თავს გაეროს ხანგრძლივ ომში ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ. იქნებ ცოტა უფრო დეტალურად გაგვიზიაროთ, რას გულისხმობს ეს გზავნილი და ვინ ავრცელებს მას გაეროდან. თქვენ გაქვთ ახალი ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ გაეროს ექსპერტები იღებენ დაფინანსებას ჩინეთისგან, რუსეთისგან, ყატარისგან და ამ ქვეყნების ინტერესებს ლობირებენ. შეგიძლიათ გითხრათ, რა დასკვნები გამოიტანეთ? ნახეთ, ესენი არიან მრავალია. გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტები, რომლებსაც ყოველდღე ციტირებენ Reuters-ი, New York Times-ი და სხვა მთავარი მედია საშუალებები. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მათგან რამდენიმე იღებს ფულს, პირდაპირ დაფინანსებას ჩინეთისგან, რუსეთისგან და ყატარისგან. რამდენიმე მაგალითს მოგცემთ. Ben Soli, ის არის სამართლის პროფესორი სიდნეის უნივერსიტეტში. გაეროს დოკუმენტების მიხედვით 2024 წელს მან მიიღო $150,000 ჩინეთისგან თავისი საქმიანობისთვის და რა გასაკვირია, ის არის ტერორიზმთან ბრძოლის ექსპერტი. მას არასდროს უთქვამს არც ერთი სიტყვა ჩინეთის გასაკიცხად, რომელმაც მილიონი უიღური მუსლიმი ბანაკებში მოათავსა ტერორიზმთან ბრძოლის სახელით. მას ამაზე არც ერთი სიტყვა არ უთქვამს, ამის ნაცვლად ის ყოველდღე ესხმის თავს ისრაელს და ამერიკას. კიდევ ერთი გაეროს ექსპერტია. მისი სახელია ალინა დუჰანი. მან ჩინეთისგან, რუსეთისგან და ყატარისგან $1.3 მილიონი მიიღო. და გამოიცანით, რა მოხდა? მან დაწერა ანგარიშები, სადაც აქებდა, იცავდა და ამართლებდა ჩინეთს, რუსეთსა და ყატარს. მან მონაწილეობა მიიღო ჩინეთის მიერ ორგანიზებულ ვიდეოში და თქვა, რომ ყველაფერი კარგადაა უიღურებთან დაკავშირებით. მან ჩინეთში იმოგზაურა იმის სათქმელად, რომ ყველაფერი კარგადაა უიღურებთან დაკავშირებით. დაადანაშაულა დასავლეთი და მიიღო $1.3 მილიონი. ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. ექსტრემალური იდეოლოგიური მიკერძოება. ზოგ შემთხვევაში ფინანსური კორუფცია. სხვა შემთხვევაში კი ეს არის იდეოლოგიური ექსტრემიზმი ყოველგვარი ანგარიშვალდებულების გარეშე. ჩვენ ვიცით ფრანჩესკა ალბანეზეს უკიდურესი შემთხვევა, რომელიც ფაქტობრივად ჰამასის სპიკერია და ავრცელებს ჰამასის ტყუილებს. არანაირი ანგარიშვალდებულება არ არსებობს. ჩვენ შევიტანეთ საჩივრები. გაეროს კომიტეტის თავმჯდომარე თავად არის ადამიანის უფლებათა ექსპერტი, რომელმაც თავად მიიღო $50,000 ჩინეთისგან. თუ ეს ასე ღრმად არის ფესკადმული ექსპერტებში, რომლებიც ასე მჭიდროდ არიან დაკავშირებული გაერთიანებულ ერებთან, თქვენ ამ ინსტიტუციის შიგნით არსებულ პრობლემებზე ამახვილებთ ყურადღებას. მაგრამ რა შეიძლება გაკეთდეს, თუ ეს ასე ფართოდ არის გავრცელებული? ჩვენ ვუჩივლეთ წამყვან დასავლურ მთავრობებს,
ზოგ შემთხვევაში მათ ხმა აიმაღლეს. Francesca Albanese-ის შემთხვევაში ეს გამონაკლისი შემთხვევაა, როცა საფრანგეთმა მას გადადგომისკენ მოუწოდა. გერმანიამ იგი ანტისემიტიზმისთვის დაგმო. კანადის მთავრობამ იგი ჰოლოკოსტის ინვერსიისთვის დაგმო. The Mainz არსებობს წამყვანი ინსტიტუტები, როგორიცაა New York Times-ი, სამი ბელგიური უნივერსიტეტი, რომლებმაც მას დოქტორის წოდება მიანიჭეს, მედია, რომელიც მას პლატფორმას აძლევს და არ ახსენებს იმ ფაქტს, რომ ის ანტისემიტიზმში მრავალი ინსტიტუტის მიერ დამნაშავედ იყო მიჩნეული. ამიტომ რაც გჭირდება არის ის, რომ მთავრობებმა მეტი პასუხისგებლობა აიღონ. ჩვენი ანგარიში, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე unwatch.org-ზე, მოუწოდებს სამყარო დასავლეთის მთავრობებს, რომ საბოლოოდ აგებინონ მათ პასუხი. როდესაც ანტიამერიკელი და ანტისემიტი მომხსენებლები ინიშნებიან, ჩვენ მოუწოდებთ დემოკრატიებს, რომ ხმამაღლა გამოხატონ თავიანთი პოზიცია. უბრალოდ სიმშვიდის შესანარჩუნებლად არ ახვნენ მათ, არ მისცენ მათ ლეგიტიმაცია და არ დაუჭირონ მხარი. ჩვენ გვჭირდება, რომ კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ავსტრალიამ და არა მხოლოდ აშეტეშომ ხმამაღლა განაცხადონ და გააკრიტიკონ ეს გაეროს მომხსენებლები, როდესაც ისინი იდეოლოგიურად მიკერძოებულნი არიან ან ფინანსურად კორუმპირებულნი. და ჩვენ გვჭირდება, რომ ისინი პასუხს აგებინებდნენ მათ. და თუ ეს ნიშნავს მათი დაფინანსების შეწყვეტას ან სანქციების დაწესებას, სწორედ ეს უნდა ვიხილოთ. გამარჯობა ნოიერი, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყურადღება გავამახვილოთ იმ პრობლემებზე, რომლებიც ამჟამად ხდება გაერთიანებულ ერებში. მადლობა რომ შემოგვიერთდით IOT4 News English-ზე სასაუბროდ. გმადლობთ მოწვევისთვის.